იმ კონსულტაციებით, მოლაპარაკებებით, რომელიც ყველამ ვიცით, რომ მიმდინარეობს და დღეს ციხიდან გამოსული გიორგი ვაშაძეც აქტიურად ჩაერთვება ამ პროცესში. მინდა რომ მაყურებელს უთხრათ, რით განსხვავდება ეს პროცესი ყველა სხვა წინა პროცესისგან, როცა იყო ოპოზიციის გაერთიანების მცდელობა და რას გულისხმობს ის დოკუმენტი, რომელზეც ახლა მუშაობთ. მოგესალმებით, პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. მივესალმებით თქვენს მაყურებელს და პოლიტპატიმრებს, ულოცავ გიორგის გათავისუფლებას და მისი ჩართულობა, ენერგია იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. როგორც ჩანს, მისი განცხადებიდან ის არის დაიწყებს აქტიურად პროცესში მონაწილეობას, რასაც მხოლოდ მივესალმებით, ვინაიდან მისი ენერგია, მისი სურვილი, რომ შედგეს ერთობა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში არის მისასალმებელი და დამატებითი мотиваცია. ამიტომ მე პირადად და ჩვენი კოალიციის სამივე პოლიტიკური პარტია ვართ ოპტიმისტურად განწყობილი. რაც შეეხება იმ კონსულტაციებს და ასე ვთქვათ ნაბიჯებს, რომელიც შეიძლება გადაიჭრას. ჩვენ ვიცით ერთი რამ, რომ ეს ერთობა არ უნდა იქცეს რაღაცა იმ ყბადაღებულ ერთობად, რომელიც ბოლო წლებია გვესმის და თქვენთან ვიყავი სტუდიაში, ოღონდ თქვენს კოლეგასთან ვახო სანაიასთან, სადაც თქვი, რომ მე პირადად თენგო თევზაძე და პარტია ახალის წევრები არ მივიღებთ ისეთ პროცესში მონაწილეობას, სადაც ამ ერთობის ფასი შეიძლება იყოს ის რაღაცა ფურცელი, ის გაღალდი, რომელიც საბოლოო ჯამში ამ ფასს ატარებდეს. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია შევთანხმდეთ სტრატეგიაზე, თუ როგორ ვამარცხებთ ბიძინა ივანიშვილს. და ბიძინა ივანიშვილის დამარცხების სტრატეგია გადის პირველ რიგში ეროვნული და დემოკრატიული პოლიტიკური ძალების ერთობაზე. ოღონდ ეს არ უნდა იყოს მხოლოდ პოლიტიკური პარტიების ერთობა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში მთავარი ფრონტის ხაზი, რაც უნდა ილაპარაკოს ზოგიერთმა, ეს არის პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკური პარტიები, რომელსაც უნდა კონდეს და აღებული აქვს ის პასუხისმგებლობა და სწორედ ამიტომ არიან ნაწილი ლიდერების ციხეში და ამიტომ არის რომ ქართული ოცნება რეალური ოპოზიციის აკრძალვა აქვს დაწყებული. ეს არის მთავარი, თორე სხვა ვინმე სიროეს შინოდეს, სხვა ვინმე აკრძალავდა და დაიჭერდა. ამიტომ პოლიტიკური პარტიების თანხმობა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში სტრატეგიაზე შეთანხმება არის მნიშვნელოვანი თუ როგორ ვახევინებთ ან როგორ ჩამოიშალოს უნდა რეჟიმი. დღეს ვიღაცაებს შეიძლება ამის თქმა ისე საჯაროდ ეშინია არ ამბობს და ასე შემდეგ. არა, ბიძინა ივანიშვილი თუ უკან არ დაიხევს, ბიძინა ივანიშვილი თუ პოლიტპატიმრებს არ გამოუშვებს, ბიძინა ივანიშვილი თუ სამართლიან არჩევნებს არ დანიშნავს, უნდა ჩვენ დავიწყოთ რეჟიმის ჩამოშლისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა, მათ შორის ეს უნდა იყოს ძალიან ასე ვთქვათ მკაფიო თანხმობით და შეთანხმებით ბრძოლის და წინააღმდეგობის სტრატეგიაზე. ამ დოკუმენტის მთავარი არსი იქნება ეს სტრატეგია, თუ როგორ თანამშრომლობთ და როგორ თანამშრომლობიდან დაწყებული, როგორ ვებრძვით რეჟიმს. ხო, ბიძინა ივანიშვილი რო არ გამოუშვებს პოლიტპატიმრებს, ბატონო თენგო და ის არც ახალი არჩევნების ჩანიშნას არ აპირებს, ეს ძალიან მკაფიოდ ჩანს მათი სპიკერების და მოლაპარაკე თავების განცხადებებიდან. ხო, მაშინ გადადიხარ, ხო, კი ბატონო, გადადიხართ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის ჩამოშლაზე, ხო? აი აქ რა კონკრეტული ნაბიჯებია გადასაწყვეტი და რაც უკვე დაწყებული აქვს თქვენ წინასწორებსაც უსმენთ, დაწყებული აქვს ოპოზიციას ეს ნაბიჯები. პირველ რიგში ეს იყო და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ ვნახეთ არა მარტო ივანიშვილის რეჟიმთან დაკავშირებით, არამედ სხვა რეჟიმებთან დაკავშირებით. ივანიშვილის რეჟიმი არ არის ლეგიტიმური. ის არ არის მიწვეული არც ერთ საერთაშორისო შეხვედრაზე. ის არ არის მიწვეული არც დავოსში და არც სხვა ევროპული და დასავლელი ლიდერები, როცა ერთადერთი კარი სადაც არის ღია, მათთვის არის ის კარი და ის იშვიათად, სადაც პუტინი არის თავარი წამყვანი ფიგურა, მაგალითად აშხაბადის მაგალითი გვაქვს. ამიტომ აშხაბადში ან სადმე სხვაგან კი არ უნდა წყვეტოდეს საქართველოს ბედი. საქართველოს ბედი უნდა წყვეტოდეს თბილისში და ლეგიტიმურ თავმოყვარე ეროვნულ ძალებს უნდა კონდეს ამის ამბიცია და ეს დოკუმენტი ამის განაცხადიც არის. აი ძალიან დამატებით კიდევ ვიტყვი, რომ დაწყებული თანამშრომლობიდან, თავდაუსხმელობიდან, კომუნიკაციის ასე ვთქვათ საკითხებიდან დასრულებული მოთხოვნების შესრულებამდე როგორ მივდივართ. ამაზეც უნდა იყოს საუბარი. ეს არ არის დოკუმენტი, რომელიც რაღაცა ერთი პარტიის ირგვლივ ან ერთ პარტიაში გაგვაწევრიანებს პოლიტიკურ პარტიებს ან ასე შემდეგ. არა, ამას პარტია ახალის და არც კოალიციაცულებისთვის არ მიესალმება. პირიქით ეს არის დოკუმენტი, სადაც პოლიტიკური პარტიები ძველია თუ ახალი, ცოტა მსხვილია თუ ახალ დაფუძნებული, არჩევნებში მონაწილეობის მიღება გამოცდილება აქვს თუ არა, ყველა ვიქნებით თანასწორები, ყველა ვიქნებით და აქ არის თავარი პირობა, რომ ბიძინა ივანიშვილის ლეგიტიმაციას ამ ჩამოშლას უცა ვახსენებთ, არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილის ლეგიტიმაციას არავინ არ მიანიჭებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. დღეს ვნახეთ, ხო, როდესაც არალეგიტიმ
ლეგიტიმური ძალაუფლების მქონე მატარებელი ჯგუფი და ამ შემთხვევაში ეს არის ქართული ოცნება და ივანიშვილი ცდილობს ძალების კონსოლიდირებას, აი ნახეთ რომ რეპრესიები განაახლეს. რაღაც პერიოდი შეჩერებული ჰქონდათ, ეხლა დღეს სამოქალაქო აქტივისტებს და პროტესტში მონაწილე ადამიანებს ტროტუარზე დგომის გამო იჭერენ. ეს არ არის გამოწვეული იმით, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს კომფორტული მდგომარეობა ქვეყნის შიგნით. მისი ამოცანა არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ლეგიტიმაციასთან და არის პროტესტის განეიტრალება. და ჩვენი ამოცანა ოპოზიციური და ეროვნული ძალების და ასევე სამოქალაქო ჯგუფების ამოცანა არის პროტესტის გამრავალფეროვნება და კიდევ უფრო მრავალრიცხოვანი რომ გახდეს. და ჩვენ ვფიქრობთ, რომ და ამ დოკუმენტში ერთ-ერთი მთავარი ამ დოკუმენტის ამოცანა იქნება არა მხოლოდ რაღაცა 10,000-ობით აქცია, არამედ 100,000-იანი აქციების ჩატარებაც რაღაც პერიოდულობით, მანამ სანამ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს არ მოუწევს უკან დახევა, ეს მინიმუმია, რისი მოთხოვნაც იქნება. ეს არის და ეს. ეხლა ჩვენ რაცა მონაწილეობენ მაპატიეთ ნაციონალური მოძრაობა, იგივე ლელო, ანუ ყველა პარტიასთან მიდის კონსულტაციები თუ ჩვენი ამოცანაა, ჩვენი კოალიციის ამოცანაა, ოპოზიციური პარტიების იმ ნაწილის ამოცანაა, ვინც ერთმანეთთან განვიხილავთ ამ დოკუმენტს, რომ ლელოს და ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც იყოს ამის ნაწილი. ჩვენ ესე განვიხილავთ. ჩვენ არ განვიხილავთ, რომ რაღაცა ნაწილი პარტიების ერთობა შედგეს და ნაწილის არა. მაგრამ ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწევს პასუხი, როცა ეს დოკუმენტი შედგება, როდესაც კონკრეტული პირობები ჩამოყალიბდება, არის თუ არა ამ ბრძოლაში ვარ თუ არა ერთად, მიუხედავად ბევრი განსხვავებებისა. და მიუხედავად შეიძლება სტრატეგიასთან დაკავშირებული სხვადასხვა მოსაზრებებისა. მაგრამ პრინციპები თუ როგორ ვერ ბრძვით ივანიშვილს, ამაზე შეთანხმება არის საჭირო. ჩემი აზრით ახლა არ არის დრო და ჩვენ პარტია ახალს არაერთხელ დაუმტკიცებია ეს, მიუხედავად კიდევ ერთხელ ბევრი განსხვავებებისა, არ არის დრო რომ ერთმანეთში ვეძებოთ განსხვავებები და დაპირისპირება. დაპირისპირება არის მარტივი. ბევრ საკითხზე შეგვიძლია ყოველდღე გქონდეს დაპირისპირება და წინააღმდეგობა. მაგრამ ძალიან რთულია და მაგრამ აუცილებელი რომ ჩვენ ვნახოთ შეხების წერტილები, თანამშრომლობის წერტილები პროდასავლურმა, ეროვნულმა და ასე ვთქვათ დემოკრატიულმა ძალებმა და ამის შესაძლებლობა არის, ამის რესურსი არის. ყველა აცნობიერებს რომ დღეს ცალკე აღებული არცეც არ აქვს ის ძალა რომ ბიძინა ივანიშვილს ან მოკლევადიან ან ვიღაცა შეიძლება ფიქრობდეს გზელვადიან ბრძოლაზე, ხო? ესეც არის და ლოგიკურია ამ ბრძოლაში ვერ გათვლი 100%-ით რომ თუ როგორი ნაბიჯების გადაგმა იქნება, იმიტომ რომ ჩვენ არადემოკრატიულ რეჟიმთან გვაქვს ასე ვთქვათ ბრძოლა და წინააღმდეგობა. თუნდაც გზელვადიანად განიხილავდეს ვინმე, ჩვენ ნახეთ რეჟიმის სახე, ხო? ჩვენ ნახეთ რეჟიმის სახე, როდესაც ის არაფერზე არ დაიხევს უკან და გზელვადიანი ბრძოლის ნაწილშიც კი მნიშვნელოვანია ერთობა და მნიშვნელოვანია თანხმობა იქიდან გამომდინარე, რომ უბრალოდ ეს პოლიტიკური ძალები გადარჩნენ. რაც შეეხება ის ძალები თუ ვინმე აპირებს და კიდევ ერთხელ ამ დოკუმენტის იგულებს შეიკრიბება მხოლოდ ის ძალები, ვინც ივანიშვილს მიიჩნევს ამ ქვეყნის მთავარ დამაბრძოლებელ ძალად და პიროვნებად, რომელმაც დაუკარგა ქვეყანას ევროპული მომავალი, დემოკრატიული განვითარება და ეხლა ართმევს ისეთ ხელშესახებ და ჩააგდო სიღარიბეში, რომელსაც თვითონ აღიარებენ და კორუფციაში, რომელიც ასევე თვითონ აღიარებენ, ჩვენი ამოცანა არის, რომ ეს პოლიტიკური ძალები გაერთიანდნენ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს მხოლოდ პოლიტიკური ძალების, ასე ვთქვათ, ბრძოლა და ვერც იქნება. ბევრ ღირსეულ ადამიანს ხედავთ ამ ბრძოლაში, მაგრამ პირველ რიგში აუცილებელია კოორდინაცია შედგეს პოლიტიკურ პარტიებთან ერთად და პოლიტიკურ პარტიებს შორის. დავამატებ ბოლო წინადადებით ამ ნაწილში, ჩემთვის მნიშვნელოვანია, ჩვენი კოალიციისთვის, პარტია ახალისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ ეს არ იყოს მხოლოდ რაღაცა დოკუმენტი, რომელიც შავით თეთრზე არის დაწერილი და მისი ფასი იყოს ეს. არა, ჩვენ გვინდა, რომ ეს დოკუმენტი შესრულდეს და ამ დოკუმენტის პირობები იყოს დაცული. სხვა შემთხვევაში ჩვენ ვერ ვხედავთ, მაგრამ ვერ ვხედავთ ამაში თანამონაწილეობის არს, მაგრამ ეს არ იფიქროთ, რომ მე დაზღვევას ვაკეთებ და პირიქით, ჩვენ მოწადინებულები ვართ, ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, ხოლო ვინც ამ ნაწილში ჩათვლის, რომ სხვა სტრატეგია ან სხვა გეგმა აქვს, მაშინ უკეთესი უნდა შემოგთავაზოს. კი ბატონო, სალომე ზურაბიშვილი თუ არის ჩართული ამ პროცესში, ბატონო? სალომე ზურაბიშვილი ამ დოკუმენტის ირგვლივ მე როგორც ვიცი, ყოველ შემთხვევაში მე და პარტია ახალს არ გქონია შეხვედრა, არ გაგვიცნია ეს დოკუმენტი, ბევრისთვის არც გაგვიცნია, რომ გულწრფელი ვიქნები, მაგრამ სალომე ზურაბიშვილის საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის
ის ქარტია, რომელსაც ჩვენ ხელამ ხელი მოვაწერეთ ამ დოკუმენტით, ამ ქარტიის პირობები და ამ ქარტიის სულისკვეთება არის დაცული და დოკუმენტშივე იქნება ის ქარტია აღნიშნული, რომ ამ ქარტიის პირობების დაცვა არის მნიშვნელოვანი, ვინაიდან ჩვენ ვართ პასუხისმგებელიანი პოლიტიკური პარტიები, კოალიციას გულისხმობ პირველ რიგში და რა თქმა უნდა სხვებსაც. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის რაზეც მანამდე ხელი მოვაწერეთ, იმ პირობების დაცვა არის აუცილებელი. სწორედ იმიტომაც რა რითა კითხვაც დაგვისვით, რომ ეს არ იყოს რაღაცა პერიოდული 3 თვეში, 5 თვეში, 1 წელში ერთხელ ხელს ვაწერდეთ რაღაცას და შემდეგ ის არ სრულდებოდა. აი ზუსტად ეს არის, იმიტომ რომ იმ ქარტიასაც მოაწერა თითქმის კი არა, ყველა პოლიტიკურმა ძალამ და შემდეგ ნახეთ როგორც განვითარდა პროცესები და თქვენც თქვით ბატონო თენგო და მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია ეს, რომ დოკუმენტი, რომელსაც შეთანხმდება ოპოზიცია, არ უნდა კონდეს მხოლოდ იმ ქაღალდის ფასი, რომელსაც თქვენ ხელს მოაწერს. მაშინ რამ უნდა გახადოს? ან რა ხდის ამ დოკუმენტს უფრო ფასეულს ვიდრე ის აქ? პირველ რიგში პასუხისგებლობა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მისი პასუხისგებლობა იმისთან დაკავშირებით როგორ ვაფასებთ კონტექსტ პოლიტიკურს, ეს არის პასუხისგებლობა და მეორე საზოგადოებრივი კონტროლი. აქ იმ დროში არ ვართ ჩვენ და იმ სიტუაციაში, როდესაც ვინმე დაარღვევს ან ვინმე ხელს კრავს ერთობის სურვილს და შემდეგ ის ჩვეულებრივად გააგრძელებს ვინმე მარჩატოლოს ეს რამე მუქარად და ასე შემდეგ. არა, საზოგადოებრივ კონტროლზე ვსაუბრობ, საზოგადოებისთვის ის აღქმული იქნება ისე როგორც იქნება აღქმული. მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ განმეორდები, პოლიტიკური პარტიების იდენტობის შენარჩუნება. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ამ დოკუმენტმა არავის იდენტობაში, არავის დამოუკიდებლობაში და რაღაცა სუვერენულ გადაწყვეტილებებში არ უნდა ჩაერიოს, მათ შორის რაღაც სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დაქსაქსულები არ უნდა ვიყოთ. ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ უნდა გქონდეს გამოკვეთილი ერთობა სტრატეგიაზეც, როგორ მივდივარ ტრანზიციულ პერიოდზე და ორი გამოწვევა რაც აქვს ოპოზიციას, ამ ორი გამოწვევის დაძლევაც უნდა მოხდეს. ოპოზიციამ დღეს შეიძინა ლეგიტიმური ალტერნატივის სტატუსი, ოპოზიციის ლიდერები ციხეშია, ხოლო ის ვინც ციხეში არ არის, არის საქართველოში და იბრძვის რეჟიმის წინააღმდეგ. ეს ერთი, ანუ ლეგიტიმური ოპოზიცია, ლეგიტიმური ალტერნატივა არსებობს და ეს გამოწვევა ნელ-ნელა დაძლევადია და დაიძლევა და მეორე გამოწვევა არის საზოგადოებას აინტერესებს რა იქნება შემდეგ. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ხალხს უნდა დაუბრუნოთ რწმენა, ხალხს უნდა და მე ღრმათ ვარ დარწმუნებული, რომ კრიტიკული საზოგადოება წარმოადგენს ამ ქვეყნის 70%-ს, ანუ აბსოლუტურ უმრავლესობაშია და საზოგადოებას უნდა გქონდეს რწმენა, რომ ტრანზიციულ პერიოდში ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ ქვეყანა გააგრძელებს დემოკრატიულ წინსვლას ევროპულ ოჯახში და ჩამოყალიბდება თავისუფალი საზოგადოება, თავისუფალების იდეის და შინაარსის დაცვით. და ამის რწმენა უნდა აღდგეს და ამის ნდობა პოლიტიკური პარტიების მიმართ უნდა აღდგეს საზოგადოებაში და ეს არის ერთ-ერთი გამოწვევა იმ ორთაგან რაც ოპოზიციის მიმართ უნდა ჩაიწეროს კონკრეტულ დოკუმენტში და ქაღალდზე მას აღასრულებენ კონკრეტული ადამიანები და რა თქმა უნდა აქ მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობები, მათ შორის პოლიტიკური და ბოლოს ბატონო თენგო მინდა გკითხოთ ირაკლი კობახიძის გუშინდელ ინიციატივაზე ეგრეთ წოდებულ დებატებთან დაკავშირებით დღის ბოლოსვე თავადვე დააკონკრეტეს სინამდვილეში რა იყო ეს მოჩვენებითი ინიციატივა, რას ფიქრობთ თქვენ და რას უპასუხებთ? პირველ რიგში გუშინ სოციალურ ქსელშიც გამოვაქვეყნეს სტატუსი. პირველ რიგში გვარამიაც უხსენებია თითქოს დებატების ამგზავრავი, არა და მე როგორც მახსოვს ერთ-ერთი ბოლო სტუმრობა ქართული ოცნების ლიდერების იყო ტელეკომპანია მთავარში, ასევე რაც მახსოვს დებატი და აღარ გავიხსენებ რუსთავიორის დებატებს, სადაც მე თვითონაც მონაწილე. აი მაშინ რუსთავიორის დებატები მე მახსოვს გიორგი ვაშაძე, ნიკამელია, აქეთ ზვიად ძიძიგური და ვატო შაქარაშვილი იყო, თუ არ სტუდენტობიდანვე მაინტერესებდა პოლიტიკა და ბოლო დებატები თუ მახსოვს და ამის შემდეგ არსად ისინი არასდროს არ ყოფილა. რაც შეეხება დებატების კი არავის არ ეშინია. უბრალოდ იმ ადამიანებს, ვისაც მძევლები ყავს აყვანილი, მათ შორის აი ვინც თავარი ადამიანებია, ეხა დებატებს ძალიან დიდი უპირატესობით დაამარცხებს ოპოზიციაში მყოფი ადამიანები, ჩემი აზრით, საზოგადოების აღქმაში. ეხლა ვის ზარქუას და შარმანაშვილს თუ ერაჯობენ დებატებში, მაშინ ჩემი აზრით ქუდიც უნდა დაიხუროს ბევრმა და შეეშვა სამსაკვეს, მაგრამ ასევე თავარი მოდებატეები არიან ციხეში. გიორგი კი გამოვიდა დღეს, მაგრამ ნიკამელია, ნიკა გვარამია, არ ვიცი, ნიკა გვარამელიას მე მახსოვს სატელიტი პარტიის 4 ადამიანიც კი დაუსვეს დებატებზე და ნახეთ იქ შედეგიც ხო საზოგადოების აღქმები და დამოკიდებულები. ამიტომ ეს ახლა ძევლები ყავდეს და შენ დებატების სიმულაციას თავასობდნენ თან თქვენსო კრიტიკულ მედიაში. ანუ დებატებს კი არა, თქვენთან მოვიდნენ და თქვენ
იმ კითხვებს გასცემ პასუხი. მეცაც გეტყვით, დებატები კი არა. მე ყოველთვის ვეწერები, რომ იცოდეთ პროპაგანდისტულ მედიებს. ყოველთვის. აი ვარს არ ვეუბნები არასდროს, როცა დროა და საშუალება. აი რაც პოლიტიკაში მოვედი, რუსთავი ორიძე და იმედზე ხო საუბარი სედმეტი ადრე საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიწერდა ხოლმე რაღაც პროფესიული კომენტარის გაკეთება პროგრამის სტუმრად როგორც პროფესიონალი კონსტიტუციონალის რაც თქვი რომ მე ვიქნები პოლიტიკაში და დღეიდან ვარ პოლიტიკაში მეთქი იმის მერე არც ერთხელ არ ყოფილ ვარ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მაგის პრობლემა არ არის უბრალოდ ფაქტს ვამბობ და გვარამიარაშვაშია თქვენაშუაში ხარ მელიარაშვაშია ოპოზიციარაშვაშია კიდევ ერთხელ დავანებოთ რუსთავიურს და იმედს და კი ბატონო პროფესიულად მაინც მიწევდე როგორც კონსტიტუციონალისტ როგორც საარჩევნო სამართლის სპეციალისტი არასდროს არ ყოფილი ვარ ანუ არც ერთხელ არ ყოფილი ვარ სტუდიაში საზოგადოებრივ მაუწყებლის და აგერ თქვენი ეთერით ვამბობ ვინ თუნდაც ყველა ჟურნალისტი ერთი ჟურნალისტი თუ ასე შემდეგ მიმიწვიან მივალთ და გავცემთ პასუხს დიდი მადლობა ბატონ თენგო მადლობა თენგო თევზაძე კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი და მომდევნო სტუმარი უნდა შემოგვიერთდეს ლელო ძლიერ საქართველოს წარმოადგენს ის თორნიკე არტქმელიძეა ჩვენთან ერთად და მასთანაც რასაკურველია ვისაუბრებთ იმ კონსულტაციაზე რომელიც მიმდინარეობს ოპოზიციის შიგნით და რაღაც დოკუმენტიც მზადდება როგორც გავიგეთ თენგო თევზაძემაც ისაუბრა ამის შესახებ თორნიკე მოგესალმებით მადლობა სტუმრობისთვის თორნიკე მოდით ამ თემით დავიწყებთ თქვენთანაც როგორ რამდენად აქტიურად ხართ თქვენ ჩართულები ამ პროცესში იცნობთ თუ არა იმ დოკუმენტს რომელიც ახლა მუშავდება კონსულტაციების პირობებში მოგესალმებით მადლობა მოწვევისათვის ჩვენ ამ დოკუმენტის მომზადებაში არა ვართ ჩართულები თუმცა კონსულტაციები რა თქმა უნდა მიმდინარეობს ეს არაერთხელ იქნა საჯაროთაც დაფიქსირებული რომ ჩვენ ღია ვართ ნებისმიერ კონსულტაციისთვის ნებისმიერ იმ ადამიანთან ის იქნება პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი თუ ეს იქნება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი ვინც დაინტერესებულია ამ ქვეყანაში ივანიშვილის რეჟიმის შეცვლით და დემოკრატიული სისტემაზე ქვეყნის გადაყვანის რა თქმა უნდა ესეთ კონსულტაციებში ჩვენ ყოველთვის ვიღებდით მონაწილეობას და მივიღებთ ესეთ მონაწილეობას თუმცა აი კონკრეტულად ამ დოკუმენტის მომზადებაში და მასზე ვთქვათ შედგენაში ამ ნაწილში არა ვართ ჩართული არც იცნობთ შინაარს აი მხოლოდ იმ ნაწილში რაც საზოგადოება იცნობს და რა თქმა უნდა შიდა კონსულტაციები რაც არსებობს პარტიებს შორის და სხვა სუბიექტებს შორის რა თქმა უნდა ამ ნაწილში ვიცით და გვესმის იდეები თუ რას აჟღერებს მათ შორის თქვენი წინა სტუმრები რაზეც აქტიურად საუბრობენ ხო თუ მთავარი კონცეფცია და როგორც ირკვევა მთავარი ხაზი ამ დოკუმენტის იქნება ის რომ რაღაც ერთობლივი გაერთიანებული ძალებით ერთიანი კოორდინაციით პროდასავლურმა ძალებმა იბრძოლოთ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის ჩამოშლისთვის თუ იმისთვის კონკრეტული ნაბიჯები გადადგათ რომ რეჟიმს მოუწიოს უკან დახევა რეჟიმის პატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების ჩანიშვნა ამ შემთხვევაში თქვენი ხელმოწერა იქნება ამ დოკუმენტზე ჩვენ გვაქვს ორი ძირითადი მოთხოვნა ეს არის ყველა პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლება და ახალი სამართლიანი არჩევნების ჩატარება. ეს არის ჩვენი მოთხოვნა, უკვე წელიწადზე მეტია და ჩვენ არც ერთ შემთხვევაში, არც ერთ ეტაპზე ჩვენ ეს მოთხოვნები არც დაგვიმოდიფიცირებია, არც უკანა პლანზე გადაგვიწია და ასე შემდეგ. ამიტომ ამ მოთხოვნებში რა თქმა უნდა ჩვენ ვართ. რაც შეეხება კონკრეტულად ამ ერთიანობა იქნება, რა თქმა უნდა ჩვენ საარჩევნო პერიოდში არა ვართ და რაღაც ერთ პარტიად გაერთიანებაზე იდეაში ვერ იქნება საუბარი. თუმცა აი რაზე შეიძლება იყოს საუბარი? მაგალითად მე ვისურვებდი ისეთ კოორდინაციას როდესაც პროდასავლური პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს არ დავაზიანებთ არასდროს. და ამის სამწუხარო მაგალითად ქონდა რამდენიმე თვის წინ სხვა შორის თქვენთან ვიყავი და მაშინ თქვი სწორედ რომ ჩაივლის 4 ოქტომბერი ისევ იქნება ივანიშვილის რეჟიმის შესაძლებელი და მოგვიწევს რომ რაღაც ახალი თავი დავიწყოთ, ახალი ფუძემდე დავიწყოთ. და რაღაც წერტილში მოგიწევთ ორივე ფლანგ შეხვედრა მეთქი და მოგიწევთ. მაგალითად ესეთი შეთანხმების მაგვარის გარეშეც უნდა მოგვეხერხებინა ეს ოპოზიციას. ეს ჩვენ არ გვეხება პირდაპირ ვიტყვი, იმიტომ რომ არასდროს არც ერთ პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიას ჩვენ არ დავსხმევართ თავს არასდროს ჩვენ გვაქვს პრინციპი რომ თუ ეს იქნება ერთი კონკრეტული ადამიანი თუ ეს იქნება რომელიმე პოლიტიკური ორგანიზაცია მიდის იმ გზისკენ რომ შეცვალოს რეჟიმი შესაძლოა ჩვენ მასთან გვქონდეს სტრატეგიული განსხვავებები თუმცა ჩვენ მას არ დავაზიანებთ აი ესეთი კოორდინაცია რა თქმა უნდა ეს შეგვიძლია დოკუმენტზე ხელის მოწერის გარეშეც ვთქვათ იმიტომ რომ ამას ჩვენი სადაც აქამდეც ვასრულებთ კი ბატონო ხო თუმცა მანამდეც ახლა შეგვიძლია ჩვენ გავიხსენოთ რომ
რაღაც ტიპის შეთანხმებები იყო ამ არ თანამშრომლობის ნაწილში, უბრალოდ მე აღმოჩნდა, რომ ყველა სხვადასხვანაირად ესმოდა ეს არ თანამშრომლობის ნაწილი და ალბათ მნიშვნელოვანი იქნება უფრო მეტი კონკრეტიკაც იყოს და აღსრულების მექანიზმებიც რაღაცა სხვა ფორმით გაიწეროს, იმიტომ რომ როგორც ჩანს, ხო. იხთით შეგაწყვეტინეთ, შეგახსენებთ მაგალითად, როდესაც ეს არჩევნები დასრულდა, იყო მაშინაც ეს იდეა, რომ გამარჯვებული 4 კოალიცია ყოფილიყო ერთად და ემუშავა ერთად, მათ შორის როგორც საშინაო ფრონტზე, ისე საგარეო ფრონტზე. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ თავარი ინიციატორები ესეთი კოორდინაციის ვიყავით ჩვენ და კონკრეტულად მამუკა ხაზარაძის იდეა იყო, რომ ყოფილიყო ესეთი კოორდინაცია და ორი ძალიან კარგი შეხვედრა ჩატარდა და იყო გარკვეული შედეგები, მათ შორის საგარეო ფლანგზეც იყო სერიოზული ხელშესახების შედეგები, ასევე საშინაო ფლანგზეც, თუმცა სამწუხაროდ ბოლოს აღმოჩნდა ის, რომ მხოლოდ ლელო დარჩა იმ გაერთიანებაში. ამიტომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ პროცესს ვაკვირდებით, ყურადღებით ვაკვირდებით, ნახავთ რა დოკუმენტი იქნება სანამდე ეს პროცესი. ამ შესაბამისად ამ ეტაპზე რაიმე თქმა გადაჭრით ზუსტად ამიტომ დღეს ყველა სტუმართან გავიმეორე, რომ ასეთი მცდელობები იყო არაერთხელ, მაგრამ რაღაც ხელშესახებ შედეგს ვერ მიაღწია ოპოზიციამ და მნიშვნელოვანი იქნება, რომ ახლა მაინც ამ მიმართულებით გამოვიდეს და ბატონ თორნიკე, აუცილებლად უნდა გკითხოთ, დღესაც იყო ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა სადისტრიბუციო კომპანიების და ბოლო პერიოდში ჩვენ ვადევნებთ ალყურს, ხო, რომ აღმოაჩინეს 14 წლის თავზე თურმე რა მაღალი ფასებია ქვეყანაში და ხან ოპოზიციის ბრალია და ხან ეს ფასნამაძე გუშინ აგერ შევარდნენ და გამოითხოვეს დოკუმენტაცია. აი, რას ფიქრობთ მთელ ამ პროცესზე, რას მოიტანს ეს ან რისთვის არის ასეთი აქტიურობა თქვენ? ეს პროცესი ჩემი აზრით არის გაგრძელება მთელი ამ პოლიტიკის, რაც აქვს ქართულ ოცნებას. ანუ, როდესაც არის რაიმე პრობლემა, ამ პრობლემაში დამნაშავე არის ვიღაც სხვა და არა ქართული ოცნება. არასდროს არაფერზე ისინი არ არიან დამნაშავეები. მათ შორის არც ფასებზე თურმე. ახლა ფასებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ამ ქვეყანაში არის ძალიან მაღალი ფასები. ამას აქვს მთელი რიგი ფაქტორები, ხო? ახლა მე და თქვენ ხო აღარ ვამტკიცებთ, რომ ამ ქვეყანაში არის კორუფცია, ხო? აღარ დარჩა მაღალი თანამდებობის ყოფილი პირი, რომელიც ან ციხეში არ არის, ან მასზე კადრებად გვაჩვენეს აგერ მილიონები და ბრილიანტის ბრელოკები. რომელიც იყო 5 წელი ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. აღიარა. საპროცესო გარიგება და ანუ აღიარა მან, რომ დეტალები რა თქმა უნდა არ ვიცი, თუმცა თანამდებობაზე ყოფნის დროს რაღაც იყო კორუფციული გარიგებებში. აღიარა, ხო? ამას მე და თქვენ აღარ ვამტკიცებთ. არსებობს ადამიანები, რომლებიც ციხეში ხედავენ მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის ისინი, რომელთაც უნდა ებრძოლათ კორუფციის წინააღმდეგ, ხო? კორუფცია არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რაც ფასებს ზრდის. ასევე ხა მთავარი ფაქტორი ერთ-ერთი არის მაღალი გადასახადები, რაზეც საუბრობენ ახლა ექსპერტები საუბრობენ და სპეციალისტები ამ საკითხზე, ხო? მაღალი გადასახადები შესაძლოა კონდეს ქვეყანას, მაგრამ მას უნდა მოსდევდეს თან მაღალი, თქვა, სოციალური გარანტიები, ხო? უნდა იყოს კარგი ჯანდაცვა, უნდა იყოს ხელმისაწვდომი განათლება. ეს არ აქვს გადასახადებს ვიხდით. სად მიდის ეს თანხა, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ კორუფციაში და მეორე ნაწილი კიდევ რაც არის მნიშვნელოვანი, ეს არის ადგილობრივი წარმოების არარსებობა. ნებისმიერ ჩვენგანი რომ შევიდეთ ახლა სუპერმარკეტში, ვნახავთ, რომ 90%-ზე ჩვენ იმპორტ დამოკიდებული ქვეყანა ვართ, კი, რა თქმა უნდა, ეს გვიძვირებს პროდუქციას. აი, ერთი მარტივი მაგალითი უნდა მოვიყვანო. ნებისმიერი ადამიანი, ვინც თქვა სამწუხაროდ მოიხმარს თამბაქოს, შეამჩნევდა, რომ წელს გაძვირდა, ხო? იანვარში. რამ გამოიწვია ეს გაძვირება? ისევ და ისევ გადასახადის გაზრდამ, ხო? აი, წილი მაგალითად თუ თამბაქო ღირს 10 ლარი, წილი გადასახადიც არის 6-დან 7 ლარამდე, დაახლოებით 6 ლარი ნახევარი. ანუ ამხელა გადასახადები არსებობს, იგივე საწვავთან დაკავშირებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რომელიც პროდუქციას უზრდის ფასებს. ადგილობრივი წარმოება როდის გაიზრდება? ეს არის მათ ხელში და ანუ ეს უნდა შეამცირონ თუ უნდა სასამართლოზე თქვენ საუბრობთ დღეს გისმენთ აბსოლუტურად სწორად. ერთი ნაწილია, როდესაც სასამართლოს გამო ჩვენ ვიჩაგრებით განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები, მეორეა, როდესაც სასამართლო არ აქვს ქვეყანაში, არც უცხოელი ინვესტორი არ შემოდის და არც ქართველი ბიზნესმენი არ აპირებს, რომ რეინვესტირება გააკეთოს აქ, იმიტომ რომ ხვალდაზე შეიძლება ეს ყველაფერი დააკარგოს. ამიტომ სასამართლოც უნდა კონდეს კარგი, უნდა კონდეს სისტემა კარგი და მხოლოდ ამ შემთხვევაში შემცირდება ფასები, თუმცა რა თქმა უნდა ეს არის მოჩვენებითი ბრძოლა, რაც ალბათ ვიღაცებს დააშინებენ, ვიღაცებს რაღაც ორი თეთრი დააკლებინებენ ფასებს და იტყვიან, რომ აი ჩვენ გავიმარჯვეთ. რაც რა თქმა უნდა არის ტყუილი და არ უნდა მოვტყულდეთ საზოგადოებას. მადლობა თორნიკე, კიდევ მოგვიწევს ჩვენ ამ თემებზე საუბარი, იმიტომ რომ როგორც ჩანს გაგრძელება ამ მიმართულებითაც იქნება. თორნიკე არქმელაძე, ლელო ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი იყო, ჩვენი გადაცემის ბოლო სტუმარი, ასეთი იყო კომენტარი დღეს. მადლობა ყურადღებისთვის, დარჩით ფორმულაზე, ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით ორშაბათს, ნახვამდის. ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს